მოგესალმებით. აი ნახეთ უკვე ესე თქვათ შევადგინე აი გარკვეული სურათები, აი ესეთი ჩვენი ფრაგმენტებისგან. ახლა თუ ატყობთ, ეს არის ჩანთის წინა და უკანა მხარეები. ну გარეთა მხარე, რა თქმა უნდა, საიდანაც აი ესეთი ლამაზი ორნამენტები დაჯდება. ეს ძირია, აი შუა ნაწილი. ეხლა ნახეთ, აი მე ავიღე უკვე ეს პლასტიკური ესეთი ფირფიტა. მოდით გაჩვენებთ მე როგორი ზომები მაქვს, ხო? აი ესეთი პლასტიკური ფირფიტა. სამი იყიდება ერთად. თქვენ თუ ნახავთ, აი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს რა ზომისას, მაგრამ აი 30.5 სანტიმეტრი 45.7 სანტიმეტრზე. აი ესეთი ზომის არის ახლა ეს ფირფიტა ჩემი. მაგრამ გეტყვით რომ არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თქვენ შეგიძლიათ სხვა ზომის აიღოთ, თუნდაც პატარა, სხვა სიგრძეს სიგანის. მე უბრალოდ გეტყვით რომ ესე მაქვს აღებული და არაფერი არ მომიჭრი. აი როგორი ფირფიტაც იყო ახლა ზომები რაც გითხარით, ზუსტად ესეთი ფირფიტა ავიღე და ესე იგი თქვენ გჭირდებათ რომ აი შუა გარკვეული ნაწილი გამოიყენოთ ძირისთვის. ანუ უნდა მოკეცოთ ისე რომ აი ეს ნაწილი და ეს ნაწილი ზუსტად ტოლები იყვნენ, ხო? აქთან ხრიტეებია, ხედავთ ხო, ესეთი უჯრები, ამ უჯრებითაც შეგიძლია, თუმცა სანტიმეტრის ლენტით უფრო ისეა, გაზომავთ ზუსტად. აი ესე უნდა გქონდეთ თქვენც და ეს უკვე თქვენზეა, აქ როგორ განალაგებთ. მე ხლა როგორც გითხარით, ბევრი ორნამენტები დამიგროვდა, მაგრამ ყველას არ ვიყენებ. ვიყენებ გარკვეულ ნაწილს მათ და გადავწყვიტე რომ აი ერთი მხარე იქნება სხვა ორნამენტების კომბინაცია, აქეთ სხვა. აი ესე. ვეთ შეგიძლიათ თითქოს ესეთი ჩანთა გაქვთ. ხან ერთი ჩანთა, ხან მეორე ჩანთა, მოკლედ. აი ესე. კარგით, ესე იგი, ეხლა მე გეტყვით რომ ჯერჯერობით რა თქმა უნდა არ დავიწყებ ამის მიკერებას. ეხლა ჩვენ გვჭირდება აი ეს ნაწილი მოვგზავნოთ. აქ ჩვენ არ გვაქვს ორნამენტები, აქ იქნება ესეთი აი ეს ნახეთ ნაკსოვი რეზინი ესეთი გამოდის თუ გახსოვთ. და ეხლა თქვენ თუ წარმოიდგენთ, აი ხა მე ამ ხარეს კი მილაგია ესენი, მაგრამ სინამდვილეში ნახეთ ნაკეცი არის, ეს ადგება, ხო? ანუ ეს გარედან უნდა დავალაგო, აი ეს აქაც იგივე. ანუ ეს გვერდები რო ადგება, აქ თქვენ კიდევ გვერდი გაქვთ. აი ეს გვერდიც გჭირდებათ რომ მოგსოვოთ. ამიტომ მე ესე ვფიქრობ ახლა რომ შეგიძლიათ ცალ-ცალკე მოგსოვოთ. აი ეს ნაწილი ზედა ძირი და ეს ნაწილი და მე აი აქ გარკვეული ესე იგი მიმაგრება, ხო, მიკერება გავაკეთოთ. მე ვფიქრობ ეს უფრო მოუხდება ჩანთას, თუმცა შეიძლება და აი ეს მთლიანად ერთიანად მოგვექსოვა, ხო? აი გვერდიან ძირიანად ჩანთის, ხო? ორივე გვერდი და ძირი ესე. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ რომ მაინც ცალ-ცალკე მოგსო. კარგით, მოკლედ ეხლა დავიწყოთ მაშინ აი ეს გვერდის ქსოვა ჯერჯერობით. მოკლედ, მე ეხლა როგორც გითხარით, აი ჩანთის გვერდებს და ძირს მოგსო. იგივე ძაბს ვიღებ, რა თქმა უნდა, რაც მანამდე მქონდა. უბრალოდ ის დამიმთავრდა უკვე, ანუ ერთი გორგალი არ არის საკმარისი. კარგით, ესე იგი, ეხლა ჯერ მოგსო გვერდს, ხო, ანუ ესეთ გვერდითი ნაწილი, რაც ჩადგმული აქვს ჩანთას, ხო? შემდეგ ძირი მოგსოთ. ეხლა ხვდებით გვერდი და ძირი რიგების რაოდენობა უნდა გქონდეთ ერთი და იგივე, იმიტომ რომ გაგრძელება იქნება, თქვათ აი ეს რო იწყება, ეს აი ესე ვგზავნოთ ახლა ჩვენ ზემოთ ქვემოთ, მოკლედ ზოლები, რეზინის ზოლები, რაც წარმოქმნება, უნდა იყოს ესეთი ვერტიკალურად გვერდით ნაწილზე. ესე იგი ვიწყებთ ჯაჭვის მოქსოვას, პირველად ესეთ კვანძი გავაკეთოთ და მოვგზავნოთ. ეხლა ჩემ ჩანთას მე ახლა გავზომე, ხო, ჩემი აი რომ მოკეცე ფირფიტა, პლასტიკური ფირფიტა, აი ძირიდან რო დგას სიმაღლე, ეს არის ჩემთან 18.5 ესეთ სანტიმეტრი. მე ესე დაახლოებით ესე მოგსოვ აქ თავისუფალი თვლებით ჯაჭვს. ოღონდ მე გირჩევთ რომ ძალიან ნუ გაწელავთ, იმიტომ აი თვლები იყოს ცოტა
საშუალოდ მოჭიმეთ მაინც, იმიტომ რომ მე როცა გსოვთ, ეს ისეთი ნაკსოვია, რომ უფრო იჭიმება და თუ აქ თავისუფლად აკაქვთ, ეს კიდე იქნება გაფლაშული და აქეთ მოჭიმული გექნებათ სადაც ნაკსოვი. ამიტომ ეს პირველი რიგი ხო, ჯაჭვისებრივი თვლებით მოგსოვეთ ისე ნორმალურად მოჭიმულად ოდნავ. აი ესე იგი, ეხლა მე აქ მოგსო ნახოთ, სადღაც 34 თვალი მჭირდება, მაგრამ მაინც მე შევაფასებ, აი მაინც სანტიმეტრის ლენტით უფრო კარგია, რომ ნახოთ. წინასწარ ვცადე მაინც, რომ რა ზომის თვლებით რა რაოდენობა, ასე იგი, რა სიგრძე მიიღება. ხო, ესე იგი, მე ახლა ვნახავ, ახლა მოგსოვე 2, 4, 6, 8, 10, 11, 12, 13, 14. აი მოგსოვე 34 თვალი, მაგრამ მე მაინც გავზომავ და მე ამითი უფრო მაინც სანტიმეტრის ლენტა უფრო სწორად გეტყვით რა რაოდენობა თვლები გჭირდებათ. აი 18-ია ახლა ნახეთ. 18 სანტიმეტრია, შეიძლება კიდევ ერთი თვალი დავამატო, ფიქრობ. მოდი დავამატებ, იმიტომ რომ ჯობია ჩანთა ცოტა ზემოთ ავიდეს, ვიდრე დააკლდეს სიმაღლე, ხო? მოდით კარგად კიდევ აი აქედან იწყება და აი აქ მოდის. ხო, ცოტა შეიძლება გაიწელოს ოდნავ მე აი როცა უფრო მოგსოვთ კიდე 34 და კიდევ 1, 35 და მოტრიალების თვალიც დაგჭირდებათ, ხო? ეს კიდე 36-ია. 36 თვალი მაქვს ახლა მე სულ. ეხლა ჩვენ მოვტრიალდებით. ცოტა მივუახლოვებ, რაღაც შორს მეჩვენება. და ესე იგი მეორე თვალში შედიხართ, ოღონდ აი ესე ნუ შეხვალთ ერთ ძაბში, შედით ცოტა ქვემოთ. რომ ეს კიდე იყოს ამ რეზინის ნაწილი, კარგად ისე. ეხლა ჯერჯერობით ესე შევალ და შემდეგ რიგში სულ უკან კედლებში უნდა შევიდეთ, გახსოვთ ხო? უკანა კედლებში თუ შედიხართ და ესე გსოვთ აქეთ-იქით რიგებს, რეზინი მიიღება. აი ესე. ეხლა გექნებათ 35 თვალი, ესე ნამატის გარეშე, ოღონდ აი როგორც გითხარით, შედით აი ქვემოთ, ნახეთ, ქვემოთ გრჩებათ ერთი ძაფი და ზემოთ ორი ძაფია, აი ესე. აი ესე. სულ ასე გსოვეთ, ეხლა ბოლომდე თვლები ნამატის გარეშე. აქ შეგიძლიათ პირველი თვალი მონიშნოთ, რომ მე არ აგერევათ, როცა მოხვალთ უკან. აი ეს არის თქვენი პირველი თვალი ნამატის გარეშე, სადაც მოგსოვეთ. აი სამი თვალი ნამატის გარეშე მაქვს ახლა მოგსოვილი ჯერჯერობით და ესე გავყვეთ. აი ესეც 35 თვალი ნამატის გარეშე. აი ესეთი რიგი გვაქვს, პირველი რიგი. მოდით კიდევ გავსომავ. მიახლოვებით. ნახოთ, როგორი გამოგვივიდა. ზომა, აი ხო უფრო კარგად ჩანს, როცა უკვე ნაკსოვი გაქვთ, ხო, ერთი, მეორე რიგი მაინც. აი ცოტა გრძელია, ხედავთ ახლა. გაიწელა. სადაც 20-მდე ადის უკვე, მაგრამ არა უშავს. 20-მდეა. იმიტომ რომ ეს სასურველია, რომ ზუსტად კიდეზე არ მოხვდეს, სადაც ეს გექნებათ პლასტიკური ფირფიტის ესა ხო კიდე ცოტა ზემოთ. კარგით. ეხლა ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. აქ შეგვიძლია თან ეს ძაფის ბოლოდ ჩავაყოლოთ და უნდა მოგსოვოთ ეხლა თვლები. მოდით მე ეხლა ამას ისე უბრალოდ გავატარებ ჯობია. ძაფის ბოლოს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უკანა კედლებში შევალთ და იმ მხარის შეიძლება კარგად ვერ მოხვდეს ეს ძაფის ბოლო. ხო. მოდით კიდევ მოგსოვთ რამდენიმე რიგი, მერე უფრო გამოჩნდება წაღმალყუღმა, საით ჯობია რომ დავტოვოთ. მაგრამ ერთნაირად აარჩიეთ სხვა დეტალებსაც რომ მოგსოვთ, ხო, მეორე მხარე, ზუსტად ასეთივე უნდა მოგსოვთ კიდე ერთი, მეორე მხარის და ასევე ძირი. ხო, ისინიც ზუსტად ესე აარჩიეთ წაღმალყუღმა, იმიტომ რომ განსხვავება არის, ფიქრობ, კი, არის ნამდვილად. ეს მე მგონი უგუღმა ესე, აი ეს ხო. ეხას როგორც ასე უგუღმა მხარეზე ვარ, ესე ვთქვათ. და
და ეს ძაფის ბოლო რა თქმა უნდა უკან მხარეს უნდა მოახვედროთ. ეხლა ეს თავისუფალი თვალია, ეს ბიჯის და მომდევნო თვალში უკანა კედელში, ნახეთ, ერთ კედელში შედიხართ. ისე ვთვლები ნამატის გარეშე. მომდევნოში თითო თვალში თითო, ისე 35 გიქნებათ, 35 თვალი. აქაც შეგიძლიათ პირველ თვალზე გააკეთოთ ნიშნული, ეს დაგეხმარებათ, არაგერევათ, თქვათ თვალი რომ არ დაგაკლდეთ, მოქსოვა, ან ზედმეტი არ მოგსოთ. და ესე გააგრძელეთ. ესე იგი, ყოველ რიგში გსოთ უკანა კედელში შესვლით თვლებს ნამატის გარეშე. და ესე უნდა დავაგროვოთ ჩვენ რიგები ისეთი რაოდენობის, რომ აი თქვენი ჩანთის სიგანი რაც არის, ხო? თუ სისქე შეიძლება ითქვას, ხო? ძირი, აი როგორი ისიც იყო, ხო? მოკეცვა, სადაც გაუკეთე ჩანთას, აი ფირფიტას, აი ეს სიგანე აი აქ რო დააგროვებთ რიგებს, ის იქნება, აი ზოლია ესე მიდის, ხო? აი ძირს გაყვება. აქ გვერდით ნაწილზეც, აი გვერდით იქნება ზოლი, აი ესე ვერტიკალურად. მოკლედ და დავაგროვოთ ახლა ჩვენ რიგები. მოტრიალებისას აუცილებლად თავისუფალი თვალი მოგსოვეთ ხოლმე ბიჯის, ხო? ნიშნულებიც თუ გიჭირთ ხოლმე დამახსოვრება და გარჩევა წინ პირველი და ბოლო თვალის, ჯობია რომ მოგსოვთ, თქვათ ბოლო თვალს გადაიტანოთ მოქსოვილზე. Просто ჯობია ჯერ მოგსოვთ, ხო, იმიტომ რომ მე რომ მოტრიალდებით, იქ თავისუფალ თვალს მოგსოვთ და პირველი თვალი რომ დაინახოთ, ხო, რომელი გაქვთ, აი, ესე იგი, რომ მოგსოვთ ბოლო თვალს, იქ გადაიტანეთ ნიშნული და ის მიგანიშნებთ რომელია ბოლო თვალი. აი ესე გსოვეთ მოკლედ, უკანა კედელში შესვლით და მიიღებთ ესეთ რეზინის ტიპის უზორს. ესე აი ჩვენი ეს გვერდითი დეტალი მზად არის. რიგების მიხედვით აქ დაახლოებით 20-21 რიგია ესე მოგსოვილი. აი ზოლებს თუ გადათვლით, შეიძლება მიხვდეთ ესე, ხო? აი აქედან არის დაწყებული. კარგად შევხედოთ. პროსტად აი აქედან არის დაწყებული ქსოვა და აი ესე თუ გადათვლით ზოლებს, აი ესე მიახლოებით, ეს არ არის ძალიან ესე კაცრად განსასრული და ესე იგი ერთი კიდით ან აქედან ეს უნდა მივაკეროთ ეხლა იმ დეტალს, რომელიც კიდევ მოსაქსოე გვაქვს ძირს, ხო? ისე ესეთი ზუსტად კიდევ ერთი დეტალი გვჭირდება მეორე მოპირდაპირ მხარეს, ხო? აქ როგორც ხედავთ გვერდით ნაწილზე მე მხოლოდ აი ამ რეზინს გამოვიყენებ, პლასტიკური ფირფიტა არ მექნება. ერთი ძირი იქნება მიკერებული, აი ეს მხარე ძირზე მივაკერებთ, ხოლო ეს თავისუფლად იქნება და ეს აქეთ წინა ერთი მხარი, აქეთ მეორე მხარი ჩანთის და ეს ჩაიკეცება, ესეთი სტილი ვფიქრობ რომ გავაკეთოთ. აი ესეთი ზუსტად უნდა მოგსოვოთ მეორეც. კარგით, ეხლა მე მინდა უკვე გაჩვენოთ ძირი როგორ მოგსოვოთ. ძირიც, აი როგორც ეს მოგსოვეთ, ხო, ზუსტად იგივე რაოდენობა გინდათ რიგების. ანუ სიგანე, ეს არის ჩანთის სიგანე, ხო, ეს თქვა სისქე, ჩანთის სისქე, აი ეს. ანუ რაოდენობა რიგებიც მოგსოვეთ გვერდით ნაწილზე, ზუსტად იგივე გინდათ. ეხლა მე მის მიხედვით მოგსოვე, როგორი მქონდა ეს ფირფიტა, ხო, ჩემი. აი ესე თუ დააზომებთ, ეს არის რაღაც 10 სანტიმეტრია. ცოტა ნაკლებიც მე მგონი. ხო, 10-ზე ოდნავ პატარაა. აი ესეთი ზომისა მაქვს მე ჩანთის ძირი სისქე და ამიტომ ესეც ასე გავაკეთე. ეხლა რიგების რაოდენობა, ესე იგი რაღაც 20-21 რიგი მაქვს. მე ზუსტად გავემეორებ აი ჩემ რაც გვერდითი ნაწილისთვის მოგსოვე, ხოლო რაც შეეხება ეხლა ძირის სიგრძეს, ხო? ამას განსაზღვრავ ეხლა აი ავკრიფა უბრალოდ თვლებს, ხო? თავისუფალი თვლები. პირველი კვანძი გააკეთეთ. აქაც ისე მოგსოვეთ, რომ ძალიან ფაშარად არ გინდათ. საკმაოდ ისე ნორმალურად მოჭიმეთ, რომ იმიტომ შემდეგი ნახეთ, აი აქ თუ დააკვირდებით, ნახეთ, მე გახსოვთ გითხარით, ეს აი აქედან დავიწყე.
საკმაოდ მოჭიმულად გავაკეთე, მაინც თითქოს უფრო გაშლილია, ვიდრე დანარჩენი ნაკსოვი, ხო? ამიტომ გირჩევთ, რომ კარგად მოჭიმულად მოგსოთ ეს თავისუფალი თვლები. და ეხლა მე გადათვლას აზრი არ აქვს, ესე უბრალოდ მოგსო და მივაზომებ ჩემ ძირს, ხო? როგორი ძირიც მაქვს ჩემ პლასტიკურ ფირფიტას, როგორც შეესაბამება. ფაქტობრივად ეს არის სიგანი, ჩემი პლასტიკური ფირფიტის სიგანია, ძირის ესეთი სიგრძე. თქვენ როგორისაც აიღებთ იმის მიხედვით, მიაზომეთ უბრალოდ, რომ ცოტა ოდნავ დიდი შეიძლება, ოდნავ 1-2 თვალით დიდი, ასე რომ დააზომებთ, ხო? აი, თქვენი ჩანთის პლასტიკური ესე ფირფიტა რა სიგრძისაც არის, ხო? სიგანის უბრალოდ. აი, იმაზე ოდნავ 1-2 თვალით დიდი. ნუ ძალიან არ იყოს ესე გადაჭიმული, როცა უკვე მოარგებთ. ეხლა გეტყვით, რომ მე პლასტიკურ ფირფიტას შეიძლება თქვა ჩიხოლივით ესე, ანუ კიდე რაღაც ზემოდან გადააცვათ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იყოს ესე ფირფიტა პლასმასი გამოჩნდება ჩემი მასში, მაგრამ ნახოთ აბა როგორ გამოვა. პირდაპირ ზედ მინდა რომ მივაკერო მე ის რასაც ავაწყობთ ხო იმ ფრაგმენტებით. კარგით, ეხლა გავყვები და დავაგროვებ ესე თვლებს. აი, ეხლა აქ მაქვს მე 61 თვალია. ვფიქრობ კიდევ ერთ დავამატებ მოტრიალებისთვის 62. აქ მაქვს 30 სანტიმეტრია, ეხლა ეს სანტიმეტრის ლენტით თუ გაზომავთ, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, ოდნავ. აი, ეს კარგად დაადევით. ეხლა აქ ძნელია მაინც გაზომა, იმიტომ რომ უფრო ჭივადია, სანამ თავისუფალი თვლები გაქვთ და მე უფრო ფიქსირდება. აი, ცოტა მეტია, 31-იც არის, 31 სანტიმეტრი. მაინც გირჩევთ, რომ უფრო მეტი აიღოთ, ვიდრე აი ეს ძირი გექნებათ, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც უნდა ისე მივაკეროთ ხო ეს ნაწილი აი ამ ნაწილს და ეს კიდურა თვლები წავა ამაზე, ხო? ცოტა ესე გარეთ გვინდა რომ ცოტა ამოიწიოს. ესე იგი, აქაც იგივე, ესე იგი, როგორც გითხარით, 31-ია დაახლოებით სანტიმეტრი, 62 თვალია. ეხლა მოტრიალდები მე და ისე როგორც აი იმ შემთხვევაში, ხო, შევდიოდი აი აქ, ნახეთ, აი ზემოდან 2 ძაფი რჩება, ხო, აი ესე და მოგსოთ თვლებს ნამატის გარეშე, ახლა მექნება 61 თვალი. ხო, აქაც შეგიძლიათ პირველი თვალი მონიშნოთ და ბოლო თვალიც ასევე მონიშნოთ ხოლმე, რომ ადვილად გაარჩიოთ. ეს ერთი აი აქ არის ხო? ახლა მეორე აი აქ. ეს პირველი რიგი, ესე მოგსოვეთ თვლები ნამატის გარეშე. აი ესე ღრმად ჩადით ხო? ჯაჭვის სებურ თვალში. აი ქვემოთ დარჩეს ერთი ძაფი, ზემოთ ორი ძაფი. აი ესე გირჩევთ. და ესე გადით რიგის ბოლომდე 61 თვალი გექნებათ ნამატის გარეშე. აი უკვე გავედი ამ რიგის ბოლოშიც და აი როგორც გვერდითი ნაწილი მოგსოვე, ერთი თავისუფალი თვალი შემოტრიალდით. პირველ თვალში, უკანა კედელში შესვლით, აუცილებლად. პირველი თვალი ნამატის გარეშე. აქაც გვექნება ესეთი რეზინი ნაკსოვი, ხო? აი ეს ნახეთ, ესეთი რეზინი ქსოვება ზოლების სახით. აი აქაც უკანა კედელში, სულ უკანა კედელში შევხვალთ და ესე იგი, ასე 61 თვალი ქონდა ხო პირველ რიგში. აქაც გვექნება 61 თვალი და ასე უნდა ვქსოვოთ ჩვენ. დავაგროვოთ რიგები. ყოველი მოტრიალებისას აუცილებლად ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის გააკეთეთ ხოლმე და ესე დავაგროვოთ რიგები, იგივე რაოდენობის ზუსტად, სასურველია ძალიან ზუსტად, როგორც არის აი გვერდით ნაწილზე, ნახეთ. აი აქ როგორც აგვაქვს რატო ნახეთ? აი აქ რომ მივაკერებთ, აი ზუსტად რიგი შეესაბამებოდეს უნდა, აი ზუსტად იგივე რაოდენობა რიგები გჭირდებათ, რომ მე როცა მივაკერებთ, ზუსტად ჩაჯდეს ეს ადგილი.
კარგით, ესე იგი, როგორც გითხარით, მე რაღაც 20-21 რიგი მაქვს. ვეცდები, აი საიდან დავიწყე და როგორც დამთავრდა. ესე იგი, დაწყება და დამთავრება საპირისპირო მხარეს მაქვს, ხო მე? დით? აი აქედან არის დაწყება, აქეთ მხარეს დავამთავრე. აი აქაც ესე გავაკეთებ ზუსტად და ესე მაქსიმალურად გავიმეორებ. ასევე კიდევ ერთი გვერდითი დეტალი გაქვთ მოსაქსოვე, ხო, საჭიროა კიდევ ერთი. აი როგორც მოგსოვა ეს უკვე. კარგით, ესე გაყევით ახლა და მოგსოვოთ ეს ორი დეტალი, რაც დაგვრჩა კიდევ მოსაქსოვე. უკანა კედელში აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, სულ უკანა კედელში შედიხარ და ესე მიიღებთ აი ამ ზოლებს, რეზინის სახეს, რაც აძლევს ამ ნაკსოვს. აი ახლა ეს სამივე დეტალი უკვე მზად მაქვს, ნახეთ, ეს ორი ერთნაირი და ეს ძირი. ხა ამას ხვდებით, რომ ეს იქნება გვერდებში, აი ეს, ხო, ჩანთისთვის. ეხლა მოდით ესე, მოდით გავზომავ, მაინც გაჩვენებთ. ესე იგი, ამის ზომა მაქვს მე. ჩემ შემთხვევაში მაქვს 31 სანტიმეტრი. სიგანე მაქვს 10 სანტიმეტრი. აქ, რა თქმა უნდა, იგივე, ზუსტად იგივე მაქვს 10 სანტიმეტრია აქაც სიგანე და სიგრძე არის აი 18 ნახევარი შეიძლება ითქვას. აი ეს. ხო? ეხლა ჩვენ გვინდა რომ მივამაგროთ, ანუ მივაკერო, ანუ მივაქსო უფრო სწორად და ეხლა აი აქ მე ნახეთ ამის ქსოვის შემდეგ დავტოვე აქ ძაფი და იმიტომ რომ უნდა მივაქსო. ეხლა ნახოთ აქ როგორ გამოვა. ჯერ აი ნახეთ აქედან დავიწყეთ. აი აქედან არის დაწყებული ეს კიდე, ნახეთ. აქ სასურველია რომ აი ეს დეტალებიც ნახეთ, აი აქ არის დასაწყისი, ეს აქეთ მოხდება და აქ კიდევ აი ეს არის დასაწყისი. პრინციპში ეს ამათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს აქეთ ან ეს აქეთ. თავარია რომ აი საიდან იწყებთ, აქაც დასაწყისები შეუსაბამოთ, ანუ ძირი, ხო? აქედან დავიწყე, აქ დავამთავრე, ხო? აქაც ზუსტად ესე აქეთაც. ეხლა ანუ შემეძლო ეს დეტალი აქეთ დამედო, ეს დეტალი აქეთ არ აქვს მნიშვნელობა ამას. უბრალოდ აი ამას აქვს მნიშვნელობა, ხო, რომ ეს შეესაბამოდეს პირველი რიგი პირველ რიგს, უფრო კარგად მიამაგრებთ. ახლა ვიყურეთ, აი რომ ავიღე, ხო, ესე. აქ თუ დააკვირდებით, ნახეთ, ბოლო რიგიც ესეთი დამთავრება, აქაც ერთნაირად არის, როგორც დასაწყისი ერთნაირად, აქაც იგი. ეხლა ჩვენ გვინდა ეს პირზე მივადოთ, ეს არის გარეთა მხარე, ანუ წაღმა მხარე იქნება. ესე. და ეს თქვენი ეს ძირზე მაქვს დამთავრებული, ანუ დატოვებული ძაფი და ამ გვერდის მხარეზე აქ მე მაგალითად გირჩევდით რომ ახლა მთლად ერთ ძაფში ნუ შეხვალთ, მაგრამ ესე ვთქვათ, ორი ძაფი მაინც რომ გქონდეთ და ეს გამოიტანეთ. აი ესე. ეხლა მე ისე ვეცდები რომ ეს პირზე აი ასე დარჩეს და აქეთ მხარეზე აქ გავაკეთოთ ჩვენ ნახეთ, აი აქ შევალ. ოღონდ აქაც ნახეთ, ერთ ძაფში ნუ შეხვალთ, აი მარტო ერთი ძაფი რომ იყოს. რახან აქ ჩაღრმავებულ ადგილას ვარ, აქაც ჩაღრმავებულში, ოღონდ უფრო ღრმად, უფრო აი რამოდენიმე ძაფი იყოს აი ესე მაგალითად. აი ესე გამოიტანეთ და შემდეგ გამოიტანეთ აი ესე. ლამაზი უზორი დაგიჯდებათ აქ როგორც ნაცნავისებური ესე. აი ესე. შემდეგი აი აქ ჩაღრმავებულ ადგილას ვიყავი, ახლა ცოტა ესე წვეროზე. აქაც წვეროზე. აი ესე. მოკლედ კიდე ცოტა წინ წავიწევ და ცოტა ზემოთაც შეიძლება. აი აქ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, როგორც აქეთ წვეროზე გადავედი. აი ესე და აი ესე. შემდეგ აი ეს ჩაღრმავებული ადგილი გვაქვს. აი აქ უფრო ღრმად, ხონდ ცოტა ქვემოთ.
აი, ბა შეხედეთ, აი, ჩაღმავებული ადგილი, ხო? აი ეს. აი, ესე უნდა მიაკეროთ, მიაქსოვოთ. აი ეს. მხარე, მეორე მხარეც, ეს წაღმა მხარე გაქვთ. აი, ეს არის წაღმა მხარე. იმ მეორე დეტალისთვის და წაღმა მხარე ზემოთ უნდა იყოს. გაჩვენებთ იმასაც, აი, პირზე რო დავადებ, აი, ამ მომენტს გაჩვენებთ. ესე იგი, ყოველ რიგს უნდა შეუსაბამოთ აქ, ესე ვთქვათ, აი, თითო ესეთი ლამაზი თვალი, ეს. აი, ეს უნდა გაყვეთ. კარგით, ეხლა მე მგონი მიხვდით, ხო, ეს ჩაღმავებულ ადგილზე, აქაც ჩაღმავებული, უბრალოდ ცოტა ღრმად ჩადით, რომ ერთ ძაფში არ მოხვდეთ, ზოგჯერ მხოლოდ ერთი ძაფი გამოდის, რომ შედიხართ ერთ ძაფში. აი, ცოტა ღრმად. აი ეს. გავყვეთ ბოლომდე. აი, ეს მივაქსოვე ეს ადგილი. უკანა მხარე ძირის მხარეზე ესე გამოიყურება. ეს გვერდით მხარეზე, უფრო ესეთი ნაცნავისებური ლამაზი ნაკსოვია. ეხლა აქ მე მოვჭრი ძაფს. ხო, ეს მოვჭრათ, არა უშავს. და აქ გავაკეთოთ ესეთი. ხა მოდით დავაკვირდეთ როგორ ჯობია. მოდით ამას გამოვიტან უბრალოდ. აქ ჩვენ რახან უნდა მივაქსოვოთ მერე აი ეს ფრაგმენტები, ხო, ჯობია რომ აქ დავტოვოთ ჩვენ აი ეს ადგილი არ იყოს აქ რაღაც კვანძები, ასე შემდეგ, უბრალოდ აი ესე ჩავიტან, ნახეთ, აი ამ ძაფის ბოლოს ჩავიტან შიგნით და შიგნი გავაკეთებ კვანძს, რომ ცოტა შეუმჩნეველი იყოს. აქ არ გინდათ კვანძის გაკეთება კი პირდაპირ დასრულების ადგილას, ხო? აი ესე უბრალოდ ცოტა ღრმად შეიტანეთ და მერე გააკეთეთ კვანძი. აი კიდევ ღრმად, კიდევ. აი ნახეთ, აი აქ და აქ და აი შემდეგ გავაკეთებ აი აქ უკვე კვანძს. აი ეს. აი ეს. აქ უკვე შეგიძლიათ მერე დამალოთ თან ნაკსოვში. ეს უკვე ჩანთის შიგამხარია მაინც და არაფერი ეს არ იქნება. აქ შესამჩნევი არ იქნება ეს ძაფის ბოლო. კარგით, მომჭრით ან ბარემ, რომ მე უფრო გაგიჭირდებათ, როცა უკვე ჩანთა შეიკრება. კარგი, ეხლა მეორე მხარე, ხო? ესე იგი, მე ეხლა გავაკეთე, გახსოვთ, ხო? აი ესე მქონდა. აი ესე და აი ეს და ეს დეტალი აი ესე მივამაგრე, ხო? რა დააკვირდით, აი აქედან დაიწყო ქსოვა და ზემოთ აქაც იგივენაირად აი აქ დამთავრდა. ეხლა აქაც ნახეთ, აი დააკვირდით ნაკსოვს, აი აქედან დაიწყო ამის ქსოვა, აქაც, ხო? და აი დასრულებაც ნახეთ, აი ეს ბოლო რიგი, აი ესე უნდა ესე კი ეს არის წაღმა მხარე, ეს შიგა მხარე, ხო? ესე იგი წაღმა მხარე, აი ესე მიადეთ და აქაც იგივე წესით ამ შემთხვევაში ეს ჩვენი ძაფის ბოლო შეგვიძლია პირდაპირ არ არის საჭირო ჯერჯერობით ყულფის გაკეთება, უბრალოდ აი ნახეთ, როგორც მეორე მხარეზე მივამაგრეთ, ხო? კიდურა თვალში, აქაც კიდურა თვალში, ოღონდ დააკვირდით კარგად, აი სადაც აქ. აი ესე გამოიტანეთ, ხო? აი ეს. აი ეს თვალი კონდეთ და ამას უკვე მერე კიდევ შიგნით ჩაიტანთ ამ ასეთ ბოლოს. ღია ბოლოს საფისას. აი ჯერჯერობით აი ესე გვაქვს ნახეთ, წაღმა მხარეა ეს გარეთა მხარეები. ესე თითქოს თვალი გამოვიდა, აი ამ გაიარო ორივე დეტალში. ეხლა როგორც წინა შემთხვევაში ვაკეთებდით, ჩაღრმავებულ ადგილებში, აი ესე. შემდეგ აი ამ უბურცულ ადგილას თავზე აქაც ესე რო იყოს, აი ესე. აი ეს. ეხლა ამას ბოლომდე რო გავყვები, ხო? მე ამას ჩავიტან შიგნით. აი ესე ჩაღმავების ადგილი, აქაც ძალიან ღრმათაც არ გინდათ, მაგრამ ერთად ერთ ძაფშიც ნუჩახვალ. აი ეს, ორივე მხარეზე. და განჭოლოთ ესე კარგად. აი ესე. ჩანს ხო? აი ნახეთ. აი აქ თუ ამ
ხაზის თავზე ვარ, აქაც ხაზის თავზე ვარ. აი ეს ნახეთ, აი ეს ზოლი. და გამოიცა შემართებელი თვალი შემდეგ. მე აქ თუ ჩაღრმავებულ ადგილას შევედი, ვანახოთ ახლა. აი აქეთ ან შეხედავთ, აქაც ჩაღრმავებულ ესეთ ადგილას ხარ. მოდ ეცადეთ რომ აი ზემოთ ორი ძაფი მაინც იყოს, ხო? და ისევ ესე შემართებელი. ეხლა აი ამას ესე გაყვებით, ხოლო აი ამ ძაფის ბოლოს, რა თქმა უნდა, წაღმა მხარეზეა ხო არ დავტოვებთ. ეს შეგიძლიათ აი მეზობელ. ნახეთ, აი აქ თვალში ჩაიტანოთ და შიგნი გააკეთოთ უკვე კვანძი. შიგა მხარეს ხო ეს უკვე ღრმა მხარე იქნება ჩანთის. კვანძი აუცილებელია ეს. მაინც ესეთი სრიალა ძაფი არ არის, მაგრამ აი ჯობია გააკეთოთ ერთი კვანძი. აი ესე და შემდეგ უკვე დამალოთ. ძაფებს შორის. აქ ახლა წინა ძაფის ბოლო დეტალი რო დავიწყე, იმის ძაფის ბოლოც ჩანს აქვეა, სადღაც ის მოვჭრათ. და ფაქტიურად ეს არის ახლა ეს ასე ვთქვათ კარკასი. ჩანთის კარკასია ეს ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ. და უკვე წინა და უკანა მხარეები, რა თქმა უნდა, ლამაზად იმას კიდევ გაჩვენებთ, როგორც ირლანდიური არშია, როგორ უნდა ჩაჯდეს ეს კომპოზიცია ლამაზად. აი ეს. კარგით, ეს გაყევით ახლა და უკვე შემდეგი იქნება აი ირლანდიური არშის აწყობა. ახლა ნახეთ, ღარში შევედი და აქეთაც ღარში უნდა გამოხვიდე და ესე. და აი ესე. ახლა ამობურცულ ადგილას აი აქ თავში, აქეთ ნახოთ, აქეთ აქ არ არის და აი აქ. აი ეს. აი ეს. ზემოთ ესე ამობურცული ადგილია იქ. კარგით, ასე გაყევით სულ.